გრძელდება პოლიტიკური ჟონგლიორობა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით. საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრით გაიხსნა. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ ოფიციალური ბრიუსელის რეალური ზრახვები გამოჩნდება. პლენარულ სხდომაზე მახაშვილმა კრიტიკული გზავნილები არც ელჩების მისამართით დაიშურა. 11 ივნისს მოგეხსენებათ, რომ ბრიუსელში არის დაგეგმილი საკმაოდ საინტერესო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. სწორედ აქ და ისევე როგორც ალბათ აი ამ სავიზო დიალოგის შემდგომ რამდენიმე შეხვედრაზეც გამოჩნდება ბრიუსელი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ამ საკითხების სიღრმეებში ჩავიდეს, თუ უნდა რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე ტექნიკური სპექტაკლი მოაწყოს. დიპლომატებისგან მინდა გამიჯნო ადამიანები, რომლებიც დიპლომატის საფარქვეშ ატარებენ ფარულ, ვიწრო დღის წესრიგს. მე მინდა რომ მათ მიმართო მეგობრებო, თქვენი არც შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ ჭირს. ვიზა ლიბერალიზაციის ჩანტაჟი თუ ბოლო გაფრთხილება ქართულ ოცნებას მართლ გუნდში ევროპელი ლიდერების გზავნილებს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე შანტაჟად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ როდესაც ქართველ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციით ემუქრებიან, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც ევროპულ ბიუროკრატიაშია შექმნილი. ქართულ ოცნებაში ოფიციალურ ბრიუსელს კვლავ მტრულ მიდგომებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ვერანაირი შანტაჟი საქართველოს მოქალაქეებზე ვერ გაჭრის. როდესაც ქართულ ხალხს ემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის თლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარება, ისინი რა თქმა უნდა ხალხს ეწოლით, ვერავითარ დამუქარით, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჭირს. შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად და წარმოუდგენელია უბრალოდ ევროინტეგრაციის პროცესით აშანტაჟო მუდმივად ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, მზად არის კონსულსიული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, შეურაცხყოფა გვაყენოს მუდმივად, ეს კატეგორიულად მიუღებელია. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომელიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, მაგრამ ამ ტექნიკური შეხვედრის თაობაზე თქვენ და შეამჩნევით ალბათ, რომ როგორი აღტკინებულები არიან ის ბოროტი ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უსუსტურად გამოიყურებიან, არა აქვს ქართული ხალხის მხარდაჭერა, ასეთ თემებთან დაკავშირებით პარაზიტირებენ და პოლიტიკურ ასე ვთქვათ ჟონგლიორობას თუ ანგნებავთ პოლიტიკურ ინსინუაციებს მიმართავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ საზოგადოებაში ნებათაღელვა გამოიწვია. არსებობს თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე, ხელისუფლების ოპონენტები საფრთხეს ხედავენ და სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი მკაცრ პოლიტიკას მხოლოდ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების მიმართ გაატარებს. მათი თქმით, უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხის მონაპოვარია და პასუხისმგებლობა პერსონიფიცირებული უნდა იყოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან, რომ ეს საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან რადგანაც მეგოჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და მას არ შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუმცა უკვე ამ თემაზე საუბარი რომ მიმდინარეობს, ჯელობა რომ მიმდინარეობს, ეს უკვე არის არსებითი პრობლემა ქართული სახელმწიფოს და იმ გამოწვევის, რომლის წინაშეც ქართული ოცნება ყოველდღიურად აყენებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საფრთხის შესახებ ლაპარაკობს ევროკავშირი და ლაპარაკობენ ის ქვეყნები, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ ქართული ოცნების პოლიტიკური დემარშები, ტყუილის კორიანტელი და არამეგობრული დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან. ევროკავშირი არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ფასეულობებით გაერთიანებული კავშირი და არა რაიმე სხვა იდეის გარშემო გაერთიანებული. შესაბამისად, ეს საფრთხე არის რეალური. ეს საფრთხე არსებობს, ამ საფრთხის მიზეზს ჰქვია ქართული ოცნება, ამ საფრთხის მიზეზს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. ისინი არიან ამ საფრთხის სათავეებთან. რა გააკეთა ოცნებამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს? ერთი მაგალითი დაასახელოს ოცნებამ იმისა, რომ მათ მიმართეს გარკვეული ტიპის ძალისხმევას
რომ არ მოხდეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან გაუქმება. ფაქტობრივად მათ სხვა გზა აღარ დაუტოვეს უბრალოდ ევროკავშირს გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს. და მადლობა ევროკავშირს, რომ რა თქმა უნდა ისინი ითვალისწინებენ ქართული ხალხის დამსახურებას და აქამდე ჯერ კიდევ ეს საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში. მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ოცნებაა თავისი სრულიად დამაზიანებელი პოლიტიკის გამო. 11 ივნის ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება. არსებული ინფორმაციით შეხვედრა ტექნიკური ხასიათისა და ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფი წარმოადგენს. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნება თუ არა ეს ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.